მე მადლობელი ვარ სურსათის ეროვნული სააგენტოსი, რადგან რაც მათ აფლატოქსინი MRT იპოვეს სოფლის ნობათის პროდუქტებში. საზავო ფასი აქციების ეგიდით მკვეთრად არის დაგდებული მაღაზიებში. ეხლა თუ სხვა ფირმებსაც ჩამოერევიან და ესე დაუგდებენ ფასებს, ბარემ კარგი იქნება, თორემ ამ რძის მაგნატებს ევროპული და ამერიკული ფასებით რო ყიდიან რძის პროდუქტებს, შეიძლება ითქვას, რომ უძარცვავენ. რა, დავიჯერო, ახლა ამერიკულ ხელფასებს აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს. ფაქტიურად, ამ ნაწარმოებზე არის ოლიგოპოლია და კარტელური გარიგება, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეხედოს. ეს სხვა თემაა. ეხლა თავად ანალიზის ისტორიაში ეჭვი შეტანას არ ვაპირებ. სადღაც ვიღაცას რო თივა დაუღობდა და შეერმაზო რო ხამ ობიანი თივა შეჭამა, ესეთი ამბავია, ვერანაირი მეურნეობა, ვერც კონვენციალური და ვერც ორგანული სოფლის მეურნეობა ამას თავიდან ვერ აიცილებს. უფრო მეტიც, რძეში აფლატოქსინი არის ძალიან ხშირად. მაგალითად, იტალიის სტატისტიკით შემოწმებული რძის ნიმუშების 25%-ში არის აფლატოქსინი. მართალია უმეტესობა ნორმაშია, მაგრამ არის. ნული არაა. აი შტატებში ეს მაჩვენებელი 30%-ია. ანუ ფაქტიურად ყოველ მესამე რძის ნიმუში აუცილებლად იპოვით აფლატოქსინს. ხოდა, როცა იტალიაში და შტატებშია ასე ხშირი აფლატოქსინის არსებობა რძეში, აქ რა არ იქნება, რომ? ასე რომ ეს არ არის ის ნივთიერება, რომელთანაც კონტაქტი საერთოდ ვერ გვექნება, ან და აუცილებელია, რომ საერთოდ ავიცილოთ. ეს ზუსტად იგივე მომენტია, აი ჰაერს რომ შევისუნთქავთ 50,000-დან 250,000-მდე მიკროორგანიზმს ვუშვებთ ფილტვებში ყოველ შესუნთქვაზე. მერე რა? ვერ ცოცხლობთ? ყველანი ცოცხლები ვართ. ეხლა რაც შეეხება ნორმებს. ევროგაერთიანებაში აფლატოქსინის დასაშვები კონცენტრაცია რძეში არის 50 ppt, ანუ part per trillion, ანუ 0,05 მიკროგრამი კილოგრამზე. ხოლო იაპონიასა და შტატებში არის 500 ppt, ვიმეორებ 500, ანუ 0,5 მიკროგრამი კილოგრამზე. 10-ჯერადი სხვაობაა. იგივე 500 ppt, ანუ 0,5 მიკროგრამი კილოგრამზე არის დაწესებული საერთაშორისო სტანდარტით კოდექს ალიმენტარიუს. ეხლა საქართველოში მოქმედებს ევროგაერთიანების სტანდარტი, ჩვენ ხომ ევროპისაკენ მივიზრაფვით. ხოდა იმათი კანონები ერთ-ერთზე გადმოგვაქვს. საქმე ისაა, რამდენი იყო ეს აფლატოქსინი. პრაქტიკულად არ სახელდება და მარტო ერთ ადგილას მივაგენი რიცხვს, რომ 0,2 მიკროგრამი იყო კილოგრამზე. რაც სრულიად დასაშვებია შტატებსა და იაპონიაში, რადგან იქაურ დასაშვებ ნორმაზე 2.5-ჯერ ნაკლებია. ეხლა მე არ ვიცი, რატომ უпростоრად ეს წყარო ინტერნეტის ერთ-ერთი გამოცემა იყო, რამდენად საიმედოა და რამდენად ზუსტად გადმოიტანეს ეს რიცხვი, მაგრამ აი ამ რიცხვს მივაგენი დედანში არ მინახია. ეხლა რატომ არის ამ ხელასხვაობა ნორმებში, საიდან მოვიდა ეს რიცხვები და რა ხდება? ამერიკელებს არ უყვართ საკუთარი თავი და საკუთარი შვილები თუ რაშია საქმე? თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა ნივთიერებებზეც ასეთი სხვაობებია. ყველა პოტენციურ სახიფათო ნივთიერებისთვის არსებობს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, იგივე ZDK. და ხშირად ეს ZDK სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა როგორც წესი ეს ან ამერიკიდან არის გადმოწერილი, ან ევროპიდან. ამერიკული ZDK როგორც წესი ეფუძნება სერიოზულ სამეცნიერო კვლევას კონკრეტული ნივთიერების ტოქსიკურობის შესახებ და მხოლოდ ამ კვლევების საფუძველზე დგინდება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია და როგორც წესი ეს კონცენტრაცია არის რეალურად უბნებელი ადამიანთა 100%-ისათვის. აი ევროპული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები ხშირად ეფუძნება არა იმდენად რეალურ ტოქსიკურობას და რეალურ ტოქსიკურობის კვლევას, არამედ უფრო იმას, არსებული ტექნოლოგიებით სადამდე შეიძლება შევამციროთ მოცემული ნივთიერების კონცენტრაცია
და კიდევ უბრალო ადამიანებში შეფუძნება Y2, ანუ სტანდარტის დამწესებელს, რომელიც ასევე ადამიანია ჩვენსავით, ხომ? ეშინია და ცდილობს დააწესოს მაქსიმალურად მცირე რიცხვი, რომელიც მიღწევადია არსებული ტექნოლოგიებით. ორივე მიდგომას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ეხლა ასეთ მოკლე ვიდეოში ამ პლუს-მინუსების განხილვის დრო უბრალოდ არ არის. ეხლა სხვა საქმეა, რომ კანონია და უნდა დავიცვათ. მაგრამ როცა ამ ხელასხმობებია თან განვითარებულ ქვეყნებს შორის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც აზროვნებს, უნდა გაუჩნდეს შეკითხვა, რამდენად სწორია კანონი, რომელიც ჩემ ქვეყანაში მოქმედებს და ან სხვა ქვეყნის კანონი არის თუ არა სწორი. ეხლა სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო ახლოს არის ამერიკული მიდგომა. ერთადერთი, რასაც 100%-ით ვემხრობი ZDK-ში არის ნულოვანი ტყვია. ტყვია არის ისეთი რამ, არანაირი კონცენტრაცია მისი არ არის უუნებელი. ამ ნივთიერებაზე არ მოქმედებს გამონათქვამი, რომ წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება არის დოზა. ტყვია უუნებელი არის მხოლოდ 0. ეხლა პირადად ჩემთვის აფლატოქსინის არსებობა რძეში რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ თივა სანამ ის მცენარე იყო და იზრდებოდა, ზედმეტად არ დამუშავებულა ფუნგიციდებით. ეხლა როგორ ფიქრობთ, ვინმე ზომა აქვს ეხლანდელი ქიმიური ფუნგიციდების, ეს ტრიაზოლები, კარბაქსამიდები და კიდევ რამდენი ჯგუფია ასეთი ნივთიერებების, აი ამ ფუნგიციდების კონცენტრაციას რძეში ზომავს ვინმე? ეს ზუსტად იგივე პონტია, ბევრი ადამიანი ცოტა ჭიან ვაშლს რომ ეძებს ბაზარში და გაპრიალებულს არ ეკარება, რადგან ჭიანში ნაკლები ქიმია იქნებაო, ფიქრობს და რაც პრინციპში სწორიც არის. რამდენადაც ვიცი, ეს ფუნგიციდები, რომლებიც სოკოებს და ობის სოკოსაც მათ შორის ანადგურებს, რომელიც არის წყარო აფლატოქსინის, რძეში აღმოუჩენიათ ყოფილა შემთხვევები, მაგრამ რძის რუტინული პერიოდული კონტროლი მათ ანალიზს არ ითვალისწინებს. ასე რომ, რადგან პაატა ევინაძემ თქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მე მისი მჯერა. მაგას ანალიზის შედეგებიც დედანში ექნება ნანახი და სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტებიც იცის. ასე რომ, რეალურად ჩვენმა მაკონტროლებლებმა და ჟურნალისტებმა ბევრი ადამიანი ტყუილად დააპანიკეს და ნერვები აუშალეს. ამ ეტაპზე მშვიდობაა ქალბატონებო და ბატონებო. და ის რა ანალიზიც ყოველ შემთხვევაში პრესაში გამოჩნდა რა შედეგიც, სრულიად დასაშვებია ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია გახლავთ. დღეისათვის სულ ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.